მოგესალმებით, ეს არის გაგრელის პოდკასტის მეოთხე ეპიზოდი და დღევანდელი ჩემი სტუმარი იქნება GeoCases თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარი გიორგი ანთაძე. უღრმესი მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის. დღევანდელი ჩვენი თემა იქნება თავდაცვა და უსაფრთხოება, როგორც მოხდით და ჩვენი პირველი განსახილველი თემა მაშინ როგორც თქვით, მოდი იყოს სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება აშშ-სა და საქართველოს შორის. რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს ჩვენი პარტნიორებთან გაფუჭებულ ურთიერთობებს ზოგადად უსაფრთხოების მხრივ და რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს ასევე თავდაცვის მხრივ ამ ყველაფერს. ხო, ძალიან საინტერესო და მართებული შეკითხვა იქიდან გამომდინარე, რომ ალბათ არავისთვის არ იქნება სიურპრიზი, რომ ვთქვა, რომ მთლიანად ბოლო როგორც ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება ზოგადად ბოლო წლების განმავლობაში, არ ვიცი 10 წლების განმავლობაში შეიძლება თქვა, მასში იყო ძალიან დიდი კონტრიბუცია დასავლეთის, ხო? არც თავდაცვის და უსაფრთხოების სფერო არ ყოფილა გამონაკლისი, მეცაც ვიტყვი, იყო ერთ-ერთი მთავარი ლოკომოტივი ყოველთვის პარტნიორული ურთიერთობების ჩვენს სტრატეგიულ, ასე ვთქვათ, პარტნიორთან და მეგობრებთან. ზოგადად დასავლურ მეგობრებთან, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან ფართო სპექტრი იყო წარმოდგენილი, არ მარტო ევროპა, ამერიკა, კანადა და ასე. ფაქტობრივად ეხლა მაგალითად რა ვიყოთ ჩვენი თავდაცვის ძალები, ხო? მე პატარა ექსკურსი იმიტომ ვაკეთებ, რომ მსმენელმა იცოდეს, რომ საუბარი არ არის აწყოზე და ეს აწყო საერთოდ საერთოდ არ ჩამოვარდილა, მას ძალიან ისეთი ისტორიული გზა უძღოდა წინ, რომელიც ფაქტობრივად მთელი ჩვენი ჯარის მაგალითად განვითარების არსებობის ისტორიას თან მიყვებოდა. გაწყებული 90-იან წლების ბოლოდან. ზარმაზარი იყო, ესე იგი ფაქტობრივად არც ერთი ინსტიტუციონალური მნიშვნელოვანი რეფორმა არ ჩატარებულა იქნება სამოქალაქო ოფისის სამუშაო თავდაცვის ძალების განვითარების კუთხით, სადაც უშუალოდ პარტნიორობა არ იყო ამერიკელების, ევროპელი მეგობრების, ბრიტანელების. და ეს იყო ხშირ შემთხვევაში კონკრეტული პროგრამები, რომელიც მთელ რიგ საკითხებს აგვარებდა. უშუალო გადამზადებიდან დაწყებული ჯარის წვრთნა, მომზადება, განათლება, რაც თავარია და ინტელექტუალური ბაზისი, ანუ ჯარის ყოველდღიური ცხოვრების საოპერაციო დოკუმენტები რაც არის ესე ვთქვათ, ხო? აი საველე წესდებები ეს ყველაფერი აეწყო დასავლურ მოდელს. ანუ მთლიანი ხერხემალი ჩვენი თავდაცვის არის ჩამოყალიბებული დასავლურ ყაიდას, ამას ვთქვათ. ამის გარდა სანაპირო თავდაცვა თუ ზოგადად ჩვენი უსაფრთხოების სისტემაში შემოვიდა სხვა უწყებები, ხო? ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. საზღვრის უსაფრთხოებაზე ბირთვული ეს ბიოლოგიური ეს ქიმიური მსგავსი ტიპის უსაფრთხოების თვალსაზრისით არ მოხდეს სხვადასხვა კონტრაბანდის შემოტანა, ხო? აი რაღაც ესეთი ნივთიერებების და რაღაცების. ამისგან დაცვა, სანაპიროზე თუ კი რამე ელემენტარული უსაფრთხოების ისინი გვაქვს ყველგან პირდაპირ მონაწილეობას, ჩვენ არ გვექნებოდა უბრალოდ ეგეთი დაცული საზღვარი ელემენტარულად, რომ არა ამერიკელების პირდაპირ დახმარება. არ გვექნებოდა ესეთი საკმაოდ წარმატებული ანტიტერორისტული ღონისძიებები, რომ არა ამერიკელების დახმარება. სხვა შორის ბოლო ანგარიშიც ახლა 24 წლის ძალიან ისეთი როგორც ყოველთვის ძალიან აქებენ ქართულ მხარეს ამ სფეროში თანამშრომლობის კუთხით ამერიკელები. გულისხმობ სახელმწიფო სუს გადაღებულა ხა ესე. ჩვენ როგორც წესი რაღაც სხვა კუთხიდან ვიცი მათი საქმიანობა სამწუხაროდ. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი სხვა სეგმენტებიც აბარია და აქ ანუ ასეთ შეიძლება ითქვას რომ თავს ვიწოდებთ აი ეს პარტნიორობის ჭრილში. ანუ ესე იგი რეალურად 10 წლეულები ისე ვიცხოვრეთ სახელმწიფო, რომ ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტებში ყველგან ლომის წილი ჩვენი განვითარების იყო დაფუძნებული ამ ურთიერთობებში. და წარმოვიდგინეთ, როდესაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი შეწყდეს ჯერჯერობით დროებით. წყდება ამერიკასთან რაღაც სტრატეგიული თანამშრომლობა, ევროკავშირთან დაახლოების პროცესი ეს ყველაფერი, ხო? თუ ეს გარღმავდა და განსაკუთრებულად ავიღოთ, ხო, იგივე თავდაცვის მიმართულება, ჩვენ შეიძლება დროთა განმავლობაში რაღაცა დროის მერე თუ თლიანად შეწყდება ურთიერთობები, ფაქტობრივად როგორ აი რა სიტყვა სწორი ტერმინი რო იყო, არ ვიცი, საერთოდ დაგვიპაუზდეს. თუ რეგრესისკენ წავიდეს, იმიტომ წარმოიდგინე შენი აღჭურვილობა, თუ როდესაც ყველაფერი დასავლურ მოდელზე არის აგებული, შეიარაღება უმრავლესობა. დიდი ნაწილი დასავლურია, რაც შორის შეცვლილ პირადი, ასე ვთქვათ, ცეცხლსასროლი იარაღი უმთავრესი პირადი აღჭურვილობა, სახელმწიფო თავდაცვის თანხმოვანთა სისტემები, მათ შორის სხვა ტრაპის, ანუ დროს არის გადაწყვეტილებები მიღებული დახმარებას და ჯაველინები, ეს ყველაფერი
რაღაც დროისმენად ბუნებრივია ხარდაჭერას ითხოვს, ხო? ლოჯისტიკური, ანუ მომსახურება ჭირდება, ამორტიზაციას გარovat. ხო, ამ ყველაფერზე შენ წარმოიდგინე თუ ჩაგეკეტა ისევ ეს ურთიერთობები, როგორ უნდა წარმატო. მით უმეტეს ესე იგი ჩვენთან ჯარის თვალსაჩინო, ხო, ძალიან დიდი იმპულსი და ბიზგი მისცა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, ერაყში, ავღანეთში. რა თქმა უნდა, ევროპის პარგლებში თქვა მანდატით აფრიკაში, ხო? ანუ ჩვენ აი შევეზარდეთ რა და მთელი წლები რო საუბრეთ, რომ საქართველოს ნატოს წევრი უნდა გახდეს, იმსახურებს და ეს ხელისუფლების წარმომადგენლები თავს რო იწონებენ, რომ აი ჩვენ ვასწრებთ ხშირად უსმა, ხო? აი უკრაინას და მოლდოვას ვასწრებთ კაცო და ისინი ჩვენ მაგაც ძალიან იმსახურებთ. დღემდე იმეორებენ. ხო, აქ თავად ერთ-ერთი ლოკომოტივი იყო ჯარი. და ეს ამ ურთიერთობება მოიტანა ყველაფერი და ხა წარმოიდგინე ეს ყველაფერი თუ ჩაწყდება რა სავალალო შედეგები შეიძლება დადგეს ძალიან მარტივი მისახვედრია კიდე კარგი რომ რასაც უყურებთ ხა ჩვენ აი პოლიტიკური სიტუაციის ფონზე ფაქტობრივად ყველა უცხება შეწყვეტილი ურთიერთობები ჭიდრო გარდა იმისა გარდა უსაფრთხოების თავდაცვისა და ასე ვთქვათ, უფრო უსაფრთხოების სისტემის, სადაც ჩანს, რომ რაღაც ღონისძიებებზე, ვთქვათ, თავდაცვის მინისტრი ჩადის, გამშტაინის შეხვედრებს ესწრება. ეს გავიხსენოთ, ხო, უკრაინის დახმარების ფორმატი რაც არის, არსებობს გარკვეული ურთიერთობები. ახლაც უწევს რამშტაინზე. იყო ბოლოს ცოტა ხნის წინ. შეიძლება ერთი თვე არ არის გასული, არ მახსოვს, რო არ მოგატყო ზუსტად, მაგრამ სულ ახლახანს, როცა იყო ბოლო იმაზეც იყო. გუშინ იყო თქვა ვეტერანთა დეპარტამენტის ორგანიზებული ღონისძიება დახმარების სადაც ბიზნესი და არის ჩართული ჩვენი არ თქვა ვეტერანების სასახმარებლად და იმ ღონისძიებასაც თავდაცვის მინისტრი და დიპლომატიური კორპუსიც ესწრებოდა. ანუ აქ ჩანს რომ მიუხედავთ იმისა, რომ ფაქტობრივად ხელისუფლებასთან პოლიტიკურ დონეზე წყდება პირდაპირ პოლიტიკური ურთიერთობები, თავდაცვის სფერო იქით მეორე მხრიდანაც სხვანაირი დამოკიდებულება აქვს. იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით ერთ მოსახლეზე ყველაზე მინიმუმ მიზეზს ვიძახი, ხო? პირველ ადგილზე. ხო. საერთაშორისო მისიებში ყველაზე დიდი მსხვერპლით, ასევე ერთ მოსახლეზე. ეს ყველაფერი ახსოვთ, ვიფასებენ, ეს კიდევ დიდხანს დავხვდება წინ. ამიტომ ხა იმის თქმა, რომ ჯერ კიდევ არის დრო, მე მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ იმედი მაქვს, რომ ახლა მომავალში ეს შეიძლება ეს სიტუაცია ურთიერთობების და რომ იმედია, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში არა თუ მარტო ერთი სფერო ქვეყანაში საერთოდ ყველაფერი ჩამოიშლება. ჩამოშლას, ანუ ტიპოლოგიურად გადაეწყობა, ხო? ელემენტარულად თითოეული სამხედრო თავის კარიერულ დაგეგმაში უცხოურ ენას სწავლობს, ინგლისურს სწავლობს, ან გერმანულს სწავლობს, ან ფრანგულს, იმიტომ რომ რომელ აკადემიაში თქვა განათლების სისტემაში სხვადასხვა თაობაში სხვადასხვანაირად იყო. ანუ ამ ყველაფრის ხელის გადასმა რა გზას გიტოვებს? ან სამწუხაროდ ჩინეთში თუ წავდნენ ირანში და რუსეთში სასწავლებად, კი ბატონო. არც ეგ არ არის ცუდი ჩინეთის სასწავლებელი, მე კი არაფერს ვიძახი, მაგრამ მაგრამ სისტემურად გადაწყობა იქნება ბევრად უფრო რთული. სისტემურად, ხო, სისტემურად ჩვენ აწყობილი ვართ სხვა დასავლო ყაიდანზე ასე ვთქვათ რა. გარდა ამისა, ისედაც მნიშვნელოვანი გამოწვევებია თვითონ. იმიტომ რომ თავდაცვაში ეს სიტუაციაც არ ყოფილიყო ჩვენ და სამწუხაროდ შექმნილი ეკონომიკური სიტუაციის გამო ძალიან მაღალია ბოლო წლებში გადინება. ანუ ადამიანებს ეს სისტემას ტოვებს. რაოდენობრივად სამხედრო ნაწილების შევსების ძალიან დიდი პრობლემა იყო, არის და რჩება და სავარაუდოდ ახლო მომავალში რჩება. აი რეალური ჯარისკაცი, აი ავტომატის ქვეშ ჩვენ ფუნქციაზე კი ვამბობთ 37,000 არის პარლამენტ მაქსიმუმ ზღვას რასაც ამტკიცებს ხოლმე, მაგრამ სინამდვილეში დაახლოებით სამჯერ ნაკლებია. იარაღის ქვეშ იგულისხმება. ხო, ანუ უშუალოდ ვინც აი თქვათ სანგარი იქნება საცეცხლის შეხებაში ვინც უნდა მოვიდეს, თქვათ კრიზისის ან ომის შემთხვევაში მოწინააღმდეგესთან. არის ძალიან მცირე რაოდენობა იმ მოთხოვნილებებთან შედარებით, რაც ჩვენ ქვეყანას პოტენციურად უდგას. ასე რომ რისკები ამ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, კრიზისის, ხო, ანუ საფრთხეებისთვის არის. თუ ეს იზოლაცია გამტკიცდა და კიდევ უფრო შეიკრა რა ჩვენს წინააღმდეგ, იმ გაგებით რომ ასე ვთქვათ, გახანგრძლივდა რა. და ნელ-ნელა ეს ურთიერთობები ჩაწყდა, უნებრივია ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებით რა. ხო, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ფინანსურადაც რეალურად ალბათ ქართული ჯარიცა და უსაფრთხოებაც
დიდწილად იყო დონაციებზე ევროპიდან და ამერიკიდან დამოკიდებული, ალბათ გაჭირდება ისიც, რომ ესე უცებ მით უმეტეს გადაეწყოს არა ევროპულ და ამერიკულ დონაციებზე რა, იმიტომ რომ საქართველოს რამდენი ლოქს კიდე საკუთარი თავდაცვისა და უსაფრთხოების რაღაცა იმეების დაკმაყოფილების საშუალება ეკონომიკურად. ეკონომიკურად რა თქმა უნდა. მეორე საკითხი არის. მან როგორ არის სიტუაცია იცი? ჩვენ ალბათ მინიმუმ საერთოდ გამოჩნდა რომ აი საგიჟეთის ფონზე რა რაც სოფლიოში ხდება. აღიაროთ ტრამპის ან სამართლიანად თხოვს. კი, რა თქმა უნდა, მე მაგაში იმიტომ რომ ის ხარჯები, რასაც ის ქვეყნები წევენ, არასაკმარისია. ჩვენ შემთხვევაში მინიმუმ ორჯერ მეც უნდა ხარჯავდეთ. ეხლა 2%-იც არ არის, რა თქმა უნდა, მუშფოს რაღაც 1.7 არის. ხო. 1.6 აი იმის. მაგას ნახე, მაგ სტატისტიკებს ნახულობდი და ის საფრანგეთის სიტყვაზე 1.8% ხარჯავდა. დაახლოებით 62 მილიარდი დოლარი არის ნუ ეხლა საფრანგეთში. ეხლა განაცხადა მაკრონმა ამ ტრამპის განცხადებების მერე რომ 122-ჯერ ან 124 მილიარდამდე ზრდის. ისიც ალბათ ახლა 3.5-ზე თუ 3.6-ზე აყავს, ზუსტად არ მახსოვს. ხო, 5% რასაც ითხოვს ტრამპი, ცოტა არარეალისტური არის, ანუ ძალიან დიდი ხარჯით წელი არის, მაგრამ მაგის ნახევარიც რო იყოს 2.5-3% უკვე ძალიან კაი შედეგი იქნება. პოლონეთი ხო ხარჯავს დაახლოებით 5%. პოლონეთი ხარჯავს, ეს ძლავრი ეკონომიკაა, თვითონ არის იმაში, რა ქვია, ესეთი თავარი ლოკომოტივია, მე ვიტყოდი ევროპაში ერთ-ერთი ეკონომიკური განვითარების, კი? აქ ამის ფუფუნება რა, მთავარი ერთ-ერთი კონტრაქტორია, თუ კი რამე დიდი შეარაღების ისინი განხორციელება შესყიდვები ევროპაში, მათ შორის ამერიკული ტექნიკა, სულ პოლონეთი არის. საერთოდ იქითკენ მიდის საქმე ცოტა გადაუხიათ, მაგრამ მაინც კავშირში არის რა. და მნიშვნელოვანია ვფიქრობ. ჩვენმა პრობლემა ერთი ის არის, რომ მარტო თვითკვანი მაინც ვერ იქნები რა, იმიტომ რომ ძალიან მცირე ტერიტორია გვაქვს. მცირე ქვეყანა გვაქვს, ადამიანი რესურსი პატარა გვაქვს. და გეოგრაფია ძალიან გზღუდავს, მათ შორის დახმარების მიღების თვალსაზრისითაც. უბრალოდ თავარი პრობლემა ჩვენ თავდაცვის სისტემაში არის, რომ ვერ მივახციეთ იმას, რომ ჩვენი მაქსიმუმი დავდოთ. რასაც შეგვიძლია. ეს არის თავი პრობლემა, იმიტომ რომ სადღაც 100,000 კაცის პირობითად სწრაფად მობილიზაცია ქვეყანა შეეძლოს, ეს ჩვენი შეკავების ფაქტორს, ანუ გაცილებით გაზრდიდა, იმიტომ რომ ნებისმიერი თავდასხმის წინ ხო არა აქვს მნიშვნელობა მეორე მხარე თulis დაახლოებით რა ძალები დაჭირდება რა. საქართველოს შემთხვევაში ეხანდელი ვითარებით და თუ წარმოვიდგინე 100,000 კაცი რო გამოდიოდეს, ხო? სულ სხვადასხვა კალკულაცია, არითმეტიკა ელემენტარული მეორე მხარისთვის, რომ ეხლა თუ პირობითად ჭირდება რა ვიცი 40,000 კაცი, 50, შეიძლება 60, წარმოვიდგინე რომ 100,000 ადამიანის უხეშად სწრაფად მობილიზაციაზე, მისი სრული საქართველოს სრული ოკუპაციის ანა ესეთი დიდი მიზნები თუ 2-3ჯერ მეტი ძალა უნდა ჩართოს რა. კი, შეტევის დროს უნდა ხო, ნუ და უხეში ხა ზოგადი ფორმულა 3-1 არის რა, წარმოვიდგინე და ეგეც ყოველთვის არ მუშაობს უკრაინამაც აჩვენა და ბევრი რამე კიდევ უფრო გადასახედი გახადა, მაგრამ რამდენად ბევრჯერ დაფიქრდება ნებისმიერი აქტორი, ჩვენ კი სულ რუსეთზე ვართ ორიენტირებული, მაგრამ ზოგადად ქვეყანა თუნდაც მომავლისთვის ჩვენ ანუ ხო არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მუდმივი. აი ხა ისტორია თუ რამეს გვასწავლის, არის არასოდეს ართვა, არასოდეს. ხო, რა იცი რა ხდება, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა ამ ეტაპზე ეგრე არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ იმის რაღაცნაირად ტყუილ დამოკიდებულება განსხვავება გაქვს, არც ერთ შემთხვევაში უბრალოდ ჩვეულებრივი პრაქტიკა ნებისმიერ ჯარში ქვეყნის. რომ ყველა პოტენციურ მომწინააღმდეგეებზე თქვა გენერალური შტაბები სამხედროების სცენარებს და თამაშებს აკეთებდნენ. არავინ არ კონცენტრირდება მარტო ეცე. მაგალითად მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკა, კანადის ან ამერიკა, მექსიკის ომის გეგმები დამუშავებული იდეებს და ის ყოველთვის ეს. იმიტომ რომ არა ტრამპის დროს ანუ ეს უნდა იყოს ნათამაშები რა, უმაღლეს სიმულაცია რომ აი რო რაღაცა იქით ან იქიდან რაღაცა საფრთხე წარმოიშვას, ან მარტო იმაზე ხო არ არის საუბარი, მაგრამ ამ მექსიკა დაგესხავს. ხო, ნუ შეიძლება ნებისმიერ რამე შეიძლება მოხდეს. თუნდაც შეიძლება მოვიდეს მთავრობაში ისეთი ადამიანი, რომელისგანაც ყველაფერი ამასა. ამასთან წინასწარ მომზადება ჭირდება ჩვენთან მიმართებაში ჩვენ გავიხსენოთ. აი პუტინის ფრაზა იყო, "У нас тоже свои домашние заготовки", ანუ საქართველოსთან მიმართებაში ვახსენა, რომ მე დაამტკიცეს 2006 წლიდან იმზადებოდნენ, ხო, აი გეგმების მუშაობა, აი მაგას გულისხმობ. ამიტომ როგორი მომენტია იცი, რომ ჩვენ არა მარტო ეკონომიკური ძალისხმევა გვაქვს ჩასადები ჩვენ თავდაცვაში. საერთოდ საზოგადოებას გვაქვს გასაცნობიერებელი ჩვენ რა როლი უნდა ვითამაშოთ თავდაცვის სისტემაში რა. აი ეს ამის გაუცნობიერება, მის გაცნობიერებაში პოლიტიკური კლასი არ გვეხმარება საერთოდ. უმრავლესობა არასოდეს არ გვეხმარებოდა, რომ
დაანახოს, აჩვენოს, ჩამოუყალიბოს მოქალაქეს გზა, სადაც ის მაქსიმალურად კარგად იპოვდა თავის თავს თავდაცვის სისტემაში რა. ეს არ არის. თან მით უმეტეს ეს ის სფეროა, სადაც დღემდე ღრმად მწამს, რომ აი ნებისმიერი პოლიტიკური ფრთა ოპოზიცია იქნება პოზიცია, უნდა შეთანხმებული იყოს, რომ ეროვნული საქმეთა თავდაცვა ის აკითხია. სადაც ჩვენ თავხთებით ძირითადად განვითარებაზე რა. სხვა მილიონ საკითხზე ვიდაოთ. სხვა მილიონ საკითხზე კონდეს სხვადასხვა განსხვავებული აზრი, ხო. მაგრამ ფუნდამენტზე როგორ თავდაცვის სისტემას ვაშენებთ და რა რესურსი ჭირდება, ამაზე მოდი შევთანხმდეთ. და ძელვადიანად შევხედოთ, მე მივიქნები თავრობაში შენ თუ პეტრე თუ პავლე, ხო? უზრუნველყოთ ის განგზობითობა და სათანადო რესურსების ყოველთვის გამოყოფა და ხა მემარცხენე განწყობა გვექნება, მემარჯვენე განწყობა გვექნება, უამრავი სფეროა პრობლემური ამ ქვეყანაში, რასაც დაალაგება ჭირდება და იმაზე შეგვიძლია მილიონი აზრთა სხვა ვიკამათოთ და რაღაც. ამიტომ ჩვენ პრობლემა არ მარტო ის გვაქვს, რატომ გვაქვს ეს პრობლემა ამ დაფინანსების, იმიტომ რეალურად არ უდგებით ამ საკითხს ისე როგორც უნდა უდგებოდეთ. არ უაზრებთ რა. ამ ხელა რისკის ქვეშ ვართ საერთოდ. რეგიონშიც ამჟამად აზერბაიჯანსა და სომხეთს ორივეს ძალიან გაზრდილი აქვს სამხედრო დაფინანსება და გარდა იმისა, რომ ტექნიკას ყიდულობენ ახლა სამხედროს ბოლო მონაცემებითაც რა. მით უმეტეს, ახლა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს დაძაბული ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, მაგრამ ეს არაფერ შუაში არაა ჩემი აზრით ამ შემთხვევაში. ზოგადად სახელმწიფოს ფუნდამენტისთვის არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი თუნდაც ეს იყოს დემოკრატიული სახელმწიფო და თუნდაც ეს იყოს ავტორიტარული, დიდი მნიშვნელობა ამას არ აქვს. ფუნდამენტისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ კონდეს ძლიერ თავდაცვა რა. უსაფრთხოების გარეშე არაფერი არ არის. ხო, უსაფრთხოების. ზოგადად რა. თავდაცვაც მის შემადგენელი ნაწილია. ხო, თავდაცვა არის შემადგენელი ნაწილი, მაგას გულისხმობ. ხო და აქედან გამომდინარე, ახლა ის უკრაინის საკითხს რომ მიუბრუნდა ესე აი ამ ჭრილში ბარ. ახლა სანამ შემდეგ საკითხზე გადავიდოდი. საერთო ჯამში ისე მიხელა ხარჯებზე გადის პოლონეთი და ალბათ გავა უკრაინაც, ხო? ადრე თუ კი რა ფორმულითაც არ უნდა დამთავრდეს ეს კონფლიქტი, ან გაჩერდეს ეს კონფლიქტი. ევროპა ღებულობს კბილებამდე შეიარაღებულ ორ დიდ სახელმწიფოს, ცოტა ბალტები არიან გეოგრაფიულად იზოლირებული აღმოსავლეთ ფლანგზე, რომელიც შექმნის გარწმუნებულ ვარ, ძალიან მტკიცე ფარს. აი ესეთი პირდაპირ რუსული აგრესიისაგან. მიუხედავად იმისა, ბოდიში გაწყვეტინებ ბალტიისპირეთის ქვეყნები რა, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნატოს ხულკის ქვეშ არიან ახლა ეს ქვეყნები, ეს რიცხოვნობით მათი ადამიანური რესურსი არის დაბალი, მათ შორის მათი ფინანსური რესურსის ლოგიკურად არის დაბალი, იმიტომ რომ მათი ეკონომიკა ახლა რამდენი ადამიანია ხო GDP თითქოს ხო GDP შეიძლება მაღალი კონდეს, მაგრამ ზოგადად მშპ-სთან შედარებით თავდაცვის ბიუჯეტი არ არის ძალიან მაღალი სხვა ქვეყნებთან შედარებით რა თქმა უნდა. ხო და აი უკრაინა და პოლონეთი ჩემი ხედვით ახლა შეიძლება ნაკლებად ისავარ ჩახედული, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის ფარი უნდა გახდეს რა რეალურად. აქეთკენ წავა ყველა ვარიანტში. ეხლა ამის ალტერნატივა არის, მაშინ ჩამოიშავს უკრაინა. ისე ახლა არანაირი წინაპირობა არ არის. და ალბათ არც დაუშვებენ ამას რა, ჩამოშლას გულს. თუ ეგ დაუშვეს რეალურად მაშინ ეხლა ძალიან ცუდი არის ახლა ამის წინასწარმეტყველება შეუძლებელია, მაგრამ ჩემი აზრით ბალტიისპირეთიც უნდა აიღონ ხელი და მოუწევთ საერთოდ პირველ საფრთხის ქვეშ გეოგრაფიით რა არის, ჩვენ ხშირად აი ბევრ თემაზე საუბრისას, რაც ახლა პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობებს ეხება, გეოპოლიტიკას ვახსენებთ ხოლმე ხშირად სიტყვას, მაგრამ სინამდვილეში იმ გაგებისგან დაცლილად ვიდრე ეს აი თავის სინამდვილეში მოიცავს რა. რას გულისხმობ ამას, რომ გეოგრაფიის ფაქტორი რა. გეოგრაფიის ფაქტორი, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს პროცესების სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში, რომ დავავიწროთ. შვენზეც მე დარწმუნებული რომ არა ესეთი პრობლემები გარდა ოკუპირებულ ტერიტორიებისა, ხო? გაცილებით წინ წასული ექნებოდეთ უკვე დღეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით. იმიტომ რომ მაგალითად ახლა აი სერიოზული შეკითხვა და ბევრჯერ მისაუბრე ჩვენს მეგობრებთან სხვადასხვა ფორმატებში რა. რაღაცა რომ მოხდეს საქართველოს როგორ ეხმარებიან, ამაზე პასუხი ღრმა განხილულია. არავის არ აქვს ეს. ანუ რას ვიძახი რა? იზოლირებული ხარ, რუსეთია, აზერბაიჯანია, სომხეთი არის და თურქეთი. ერთადერთი არის თურქეთი. ანუ თავიდან ბოლომდე თურქეთის კეთილნებაზე რჩები რამ. სხვა არც ახმელთვის საზღვარი გაქვს. ანუ ლოჯისტიკურადაც კი ძალიან პატარა დრო გაჩერდა. მან ჩავთავ ბოდიში ხა, აი ხლა ხან კაკრაზ ანუ სომხეთმა გააფორმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან
სტრატეგიული პარტნიორობა და პლუს ამას დაემატა ის, რომ ვიცე-პრეზიდენტი შეხვდა პაშინიანი, ხო? ამ პოდკასტის ჩაწერის დღეს. რაც მე მიჩენს პირველ რიგში იმის იმედს, რომ ხა იქიდან გამომდინარე, რომ სომხეთისთვის ფიზიკურად შეუძლებელი არის სადმე გასვლა თუ ჩვენ არა ვართ. აზერბაიჯანთან სერიოზული კონფლიქტი აქვს და ეს კონფლიქტი რომ დამთავრდეს სრულად საზღვრის დელიმიტიზირებით რეალურად აზერბაიჯანელებსა და სომხებს ვერ ექნებათ მომავალი რამდენიმე. კიდევ ერთი მაგალითია გეოგრაფიაზე რომ საუბრობ შეზღუდვებს, აი სომხეთის მაგალითი. ხო, აი მაგამ თურქეთთან რა თქმა უნდა საშინელი ურთიერთობა აქვს და ერთადერთი საქართველოს რჩება კარიბჭედ, რომ ნუ არ მიყვარს ამ კარიბჭის და ესეთი ჟარგონების გამოყენება რა. ჟარგონების რა სიტყვების, იმიტომ რომ ძალიან გაიცვით, მაგრამ ნუ ერთადერთი გზად რომ გავიდნენ გინდა აშშ-ზე და გინდა ევროპაზე. ამიტომ აი ეს კიდე მიჩენს იმედს, რომ საქართველოს არ დარჩება ამ იმაში მარტო რა. თუ ეხლა სომხეთთან აპირებენ ურთიერთობების გაღრმავებას, ჩვენ ავტომატურად უნდა ვიყოთ მოაზრებული ამ სიტუაციით. რეგიონის გასაღები ყოველთვის ისტორიულად იყო, აი კიდევ რაღაცა ძალიან ჩავაცივდი გეოგრაფიას, მაგრამ ყოველთვის საქართველოს რატო იყო, ხო? ვინც ხო საქართველოს ისტორიის კავკასიის რეგიონს რა, დამთავრებული ამბავი, იმიტომ რომ ესე არის უბრალოდ ელემენტარული ურთიერთობები და გეოპოლიტიკიდან, გეოგრაფიიდან გამომდინარე. თურქეთი ჩვენ ის გვეხმარება ყოველთვის, რომ თურქეთი მაქსიმალურად ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა რუსეთის გაბატონებას, ერთპიროვნულ გაბატონებას საქართველოზე რა. ფაქტობრივად ეს არ უფასდება ხოლმე თურქეთს. არა, თურქეთს უზარმაზარი შეიძლება საქართველოს მოსახლეობამ კი არა და მე დარწმუნებული ვარ, იმდენად ხშირი არის ანტითურქული განწყობა. არ იცის რამხელა როლი აქვს ნათამაშები თურქეთს მათ შორის იგივე თავდაცვის ძალების განვითარებაში. უზარმაზარი დახმარებები თავისუფლად პირველი ჩვენი თავდაცვის აკადემიის მშენებლობა, მერე ბევრი მომენტში ძალიან ისეთი დახმარების ხელი და ეხლა ძალიან ბევრი დაფინანსების პროგრამები იყო ბოლო წლებში. ანუ თურქეთი ძალიან კარგი პარტნიორია ჩვენი და ეს უნდა ყოველთვის გვახსოვდეს ზუსტად იმიტომ, რომ ის ინტერესში არ არის, რომ ეს კორიდორი ხელში ადგეს და მთლიანად რუსეთის ხელში ჩავარდეს. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთმა გვაშორს აქ რომ რამე მოხდეს. ხო. თურქეთი ჩვენს მხარეს დაიკავებს ყველა ვარიანტში, მაგრამ ზოგადად თვითონ არის წონადი თავის თავადი მოთამაშე. ისაც თავისი ამბიციები აქვს. რეგიონით ყოველთვის არის თუნდაც სირიის მაგალითზე ხო, რა თქმა უნდა. და ყოველთვის არ ემთხვევა დასავლეთ ამერიკის ინტერესებს. ხშირ შემთხვევაში პირდაპირ წინააღმდება კიდევაც. ამიტომ საქართველოს არის ძალიან ისეთ მოწყვლად გარემოში. და ეს ყველას ესეთ კარგად უნდა გვესმოთ. რეალურად თურქეთი და რას ნიშნავს ჩვენერი ქვეყნისთვის, აი ესე გადაჭიდება მთელი დემოკრატიული სამყაროსი. ეს არის ცეცხლან თამაში. ხო, ნუ თურქეთისთვისაც სანდო პარტნიორი ვართ რეალურად. ნუ არ ვიცი ხა ბოლო რამდენიმე თვის მაგალითზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ზოგადად ასე არის და ზოგადად მაგას ვიძახი ხოლმე, რომ თურქეთს ყველაზე მეტი რაღაცა არ უფასდება ჩვენი ამ დროინდელი მეგობარი ქვეყნებისგან. ხო, არ შეიძლება არ შევეხოთ ესე იგი ჩინეთსაც, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ჩვენი თვითგამოცხადებული ხელისუფლებიდან ყველაზე მეტი მესიჯი ეგ მოდის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაცა დროით გაწყდეს პარტნიორობა ევროპასთან და ამერიკასთან, ჩვენა გვაქვს, ნუ გეგმა ბედა ვარქვათ მათთვის ამას, ნუ ჩინეთი რა, რომელსაც რეალურად აპირებენ რომ ააშენებინონ სიტყვაზე ანაკლიის პორტი. აი ჩინეთის როლი როგორი შეიძლება იყოს კავკასიის რეგიონში, მით უმეტეს ახლა თუ ევროპასთან რო გვაქვს სახელმწიფო საზღვარი, არ გვაქვს ჩინეთთან და ბევრად უფრო შორსაც არის. კულტურულადაც ბევრად უფრო განსხვავებულია. აი ჩინეთის ფაქტორი ძალიან ისეთი არის მნიშვნელოვანი ზოგადად საერთაშორისო კონტექსტში, იმიტომ რომ ყველაზე დიდი სურათი რომ ზუმ-აუთი რო გავაკეთოთ რა, ახლა რაც დედამიწაზე ხდება, ეს არის პირველ რიგში ვაშინგტონის და პეკინის დაპირისპირება და ტრამპმა ეს ძალიან აქტივიზაცია მოახდინა ამ ყველაფერს. ხო, რა ფაქტობრივად ერთი თვე არ არის ჯერ გასული, რაც ოფიციალურად პრეზიდენტი არის და ყველა მეორე გადაწყვეტილება უკავშირდება ისეთ საკითხს, რაც თავისი არსით ჩინეთის გავლენის შეზღუდვას ეხება. ეს არის პანამა, გრენლანდიის საკითხიც. წეაღირსეულების საკითხიც. ბევრმა არ იცის გრენლანდიაში აეროპორტების მშენებლობას აპირებდა ჩინეთი. კი. და აქაც ამერიკამ, ასე ვთქვათ, ჩახტა შუაში რამამბის გახმაურების მერე და ჩაშალა ეს და აიძულა დანიის მთავრობას. ბოდიში მან ჩავერთვები, ანუ ტრამპს, ეხლა მე ტრამპის დამცველი ვერ გამოვალ, რა თქმა უნდა და ვერც ბაიდენის მომხრე და რაღაცა, მაგრამ რო შევაფასო მარტივად, ეხლა პოლიტიკური ანალიზით რა, მე რაც შემიძლია. ტრამპმა რეალურად ნუ გინდა კანადასთან არქტიკაზე კონტროლი, იმიტომ რომ იქ მომავალში იქნება საზღვაო ისინი, ხო? გინდა მექსიკა, გინდა ეს.
ანუ საბოლოოდ მიუხედავად იმისა, რომ განაცხადა, რომ აი სიტყვაზე მე ვაპირებს მის დაკისრებას, რაღაცა გადასახადების შემოღებას. საბოლოოდ კანადასთანაც, მექსიკასთანაც და საბოლოოდ პანამასთანაც ისე დალაგდა ყველაფერი, რომ არც ეს ეგრეთ წოდებული სანქციები ამ ქვეყნებისთვის არ დაწესებულა და პლუს ამას ორივე მხარემ რაღაცა სარგებელი ნახა. ეგრეთ ჩანს, ხო. გრენლანდიასთან არ ვიცი მომავალში როგორი იქნება, მაგრამ მათ შორის ევროპაც რა თავდაცვის ბიუჯეტს როზდის ძირითადად ამისი ის არის. და მე მესმის ამიტომ აბსოლუტურად ტრამპის რო ჩინური გავლენების მოსპობა უნდა ბოდიში გადაწყვეტინე. ხო, არა, ანუ ამ დაპირისპირების კონტექსტში, რომელსაც აქ ეკონომიკური განზომილება აქვს, ძალიან სერიოზული ტექნოლოგიური განზომილება, ანუ პირდაპირ უყურებ ჩვენ ამ ვთქვათ რბოლას აის განვითარების თვალსაზრისით, ნახევარგამტარების ჩიპების წარმოებაზე ცალკე ფრონტი არის, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თემა კვლევის ზოგადად. დიდი ხანი ამას უყურებენ და ასე რომ დაპირისპირება არის გლობალური, ანუ რეალურად ორი მთავარი ძალა არის. აქეთ მხარეს ასევე არის ზოგადად ბოლო 10 წლების ისტორია რა არის, ხო, ერთ-ერთი მთავარი ხაზი რომ ამ მე ვიტყოდი, არა მარტო მე ბევრი წარუმატებელი ამ ომების შემდეგ მე გულისხმობ ერაყსა და ავღანეთში, ხო, როგორ გამოვიდა ავღანეთიდან კონახტი ამერიკა, აი ეს ძალაუფლების ვაკუუმი რაც შეივსო ამ მთლიანად რეგიონში. სხვა აქტორებმა დაიწყეს შევსება, მით ისარგებლა რუსეთმა თავის დროზე, მე ვიძახი ბოლო 10 წლის ისტორიას ვიძახი რა. ძირითადი მოვლენების შეფასებას. და სხვა ავტორიტარულმა ქვეყნებმა ირანმა გაზარდა ძალიან გავლენა რეგიონზე, ერაყზე, ახლო აღმოსავლეთზე ნახეთ როგორ აირია ეგ სიტუაცია მისი პროქსი ძალების მეშვეობით, ხო? ჩინეთის აი ეს ინიციატივები, აი ეს ინფრასტრუქტურული პროექტები წამოვიდა, ასე ვთქვათ, ხმელეთისა და რაღაც ინდოეთის ოკეანის გასწვრივ სამხედრო ბაზა გაიხსნა აფრიკაში, რესურსები აფრიკული. რაც აი ნახევარგამტარებისთვის და სხვა ასეთი ვიტალური ეკონომიკური იმისთვის მნიშვნელოვანი რესურსები რაც არის, ძირითადად უკვე ჩინური კომპანიების მართვის ქვეშ არის, როგორც ლათინურ ამერიკაში, ისე აფრიკაში. რაღაცა ეს 10 წლეული იყო აი ამ ღერძის მომძლავრების პერიოდი, იმიტომ რომ რაღაცა წითელი ხაზები გადალახვის მერე აღარ იყო ამერიკის შეერთებული შტატები ასეთი პროაქტიული, მე ვიტყოდი 2013 წლის მერე სირიის მოვლენებიდან, ენელ ობამას ბოლო პერიოდიდან დაიწყო ეს უკან დახევა. რასაც მოყვა ყირიმი, რასაც მოყვა უკრაინის მოვლენები, საბოლოო ანექსია. ანუ მივიღეთ, რომ საქართველოს აღმოჩნდა გარკვეულ აი რაღაცა ისევ როგორც არაერთხელ ჩვენს ისტორიაში აი ამ რაღაცა ტექტონიკური ფილების დაჯახების ადგილს რა. სადაც აი ეს დასავლეთი და ეს აღმოსავლეთი პირობითად დავარღვათ. თუმცა არ არის ბოლომდე სწორი ტერმინი, ხო? აი დაპირისპირება არის რა. ამის ლოკომოტივი მთავარი რა თქმა უნდა რესურსულად არის ჩინეთი. იმ თვალსაზრისით, რომ ჩინეთი თავისი ინტერესების რეალიზაციას ცდილობს. თან ჩინეთს ზღვაზე გასვლის თვალსაზრისით ჯერ ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ახლა თუ რუკას დახედავ, მთელი სარტყელი არის ამერიკული ბაზების მის გარშემო და აი სამხრეთ ზღვაში მის ხელოვნური კუნძულების მშენებლობა გარკვეულწილად ეს მისი ბუნებრივი რეფლექსია არის, იმიტომ რომ წარმოიდგინე შენ ხარ სახელმწიფო, რომელიც ძლიერდება, სამყარო ეკონომიკა ხარ ფაქტობრივად სოფლიოში, უზარმაზარი რესურსებს დებთ, თამაში ეკონომიკაში, თავდაცვაში, ანუ კუნთებს იყენებ და ამ ვერეტევი რა, დასაცმელში იქიდან გამომდინარე, რომ ეს ისტორიულად ჩამოყალიბებული რკალია შენს გარშემო, თან სადაც აი ვაჭრობის უდიდესი წილი მიდის, საზღვაო ვაჭრობის, რა იმ ზღვებთან. ტაივანსა და ჩინეთს შორის ვიძახი ამ სრუტეებში. და ანუ ტაივანის მნიშვნელობა ხა ცალკე ამბავია კიდე. ანუ როგორ რაღაცა იცი, მისი ბუნებრივი ექსპანსია დაიწყო ხმელეთზე და ეს ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივა კიდე 2-3 მნიშვნელოვანი ინიციატივაა ჩინური, ხო? სხვადასხვა აი ბოლო 10 წელი აშენებდა ამის გავლენას ცენტრალურ აზიაზე, აფრიკაზე, აი ირანი, ესე საქართველოსკენაც და ანაკლია გარკვეულწილად აი იმაში, როგორც აი სიხზარგვის ერთი საცეცი რო იქნება, ესე ჩაჯდა ამ იმაში. თუმცა მე რაც ფატალურად ესე არ უყურებ, რომ ვაიმე რა ხდება ჩინეთის გავლენას, იმიტომ რომ ჩვენი გეოგრაფიიდან გამომდინარე, აქ ყოველთვის იქნება რამდენიმე ძალის ჭიდილი და მშვიდობა კავკასიაში და საქართველოში თუნდაც ჩვენი შესაძლებლობის შეზღუდულობიდან გამომდინარე, ეს ბალანსი იქ, აი სხვადასხვა ძალების ურთიერთგავლენა ქმნიდა ესეთ ძალთა ბალანსს, რომელიც აქ უზრუნველყოფდა შვიდობას. რამდენჯერაც ესე არ მოხდა ისტორიაში.
სამწუხაროდ იმდენად დაგეთანხმები ამაში, მაგრამ მესმის რასაც გულისხმობ. იმდენჯერ წავიმტრიეთ თავი გაგაებით, რომ ან რუსეთი მძლავრობდა, ან თურქეთი მძლავრობდა. უბრალოდ ამ რამდენიმე იმის დაპირისპირებაში ხოლმე შიდა დაპირისპირების იზრდება ხოლმე და აი ეგ შლის. აი ეგ უკვე შენი საქმეა, საშინაო დავალებაა, რომ ისე განვითარდეს სახელმწიფო ინსტიტუტები, რომ მაგ რისკების მინიმუმზე ეგ რა თქმა უნდა, კი. რაც უფრო fragile state იქნება, ხო, სახელმწიფო ყველანაირ დონის იმაზე, რა ქვია, რისკზე და გამოწვევაზე სუსტი იქნება იმაში რეაქციის თვალსაზრისით რა. ამიტომ არის ჩვენთვის ახლა მე სულ ამას ვიძახი უამრავი, რა ვიცი, ინტერვიუ და სოციალურ ქსელში თუ რამე წერდა ვლაპარაკობ, ვიძახი რომ ჩვენ შეიძლება განსხვავებული აზრი ქონდეს, ახლა მე და თქვენ შეიძლება რომ ჩაუღმავდეთ რაღაც საგარეო პოლიტიკის რაღაც ხედვებზე რა. ჩვენ რაღაც განსხვავებულად ხედავთ რა უფრო სწორი, არასწორი, რუსეთთან როგორ ურთიერთობა უნდა გქონდეს, რაღაც, იმიტომ რომ ეს რუსეთის დილემაა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ახლა ხო არჩევნებში როგორც ფაქტორმა. ხო. გინდა პროპაგანდის თვალსაზრისით და გინდა ანუ შიდა პოლიტიკის ის არის, რა ქვია, საკითხი არის და სერიოზული დილემაა, რომ სამწუხაროდ ოპოზიციას საერთოდ წართმეული ქონდა ეს message box-ი სიტყვა რო თქვა რა, მთლიანად ხელისუფლების იმაზე იყო რუსეთის საქმით აპელირება და რაღაცა დაშინება ხალხის და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ვარსად არ მიდის. ანუ რისი თქმა მინდა, ჩვენ შეიძლება ბევრ საკითხზე საგარეო პოლიტიკასთან გქონდეს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ სალსახად რაც ამ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი ეს არის დემოკრატიული პროცესი რა. არც სხვადასხვაობა, ადამიანის უფლებები, ინსტიტუციების მშენებლობები, ის რომ განსხვავებული პოზიციები გქონდეს, ძალაუფლების და ხელისუფლების ცვლილება, ისაც სიჯანს სახეს უწყობს სახელმწიფოს. ეს როცა არ არის, ნელ-ნელა ქვეყანა მიდის რაღაცა კვაზი ავტოკრატიული რეჟიმისკენ, ჰიბრიდული რეჟიმი კიდე ლამაზი სიტყვა არის, ხშირად ჩვენ მოიხსენიებენ ასე, ეხლა დარწმუნებული ვარ აკადემიურ წრეში კიდე უფრო უარესი იქნება. შეფასება წმინდა მეთოდოლოგიური რა. არა, რაღაცა თუ აკადემიურში მივდგეთ ხა ჰიბრიდულს ეძახიან კიდე ამ რეჟიმს და ჰიბრიდული მთავრდება ხოლმე ზოგადად მაშინ ძირითადად როცა ხალხი წყვეტს პროტესტს. იმე სუფთა აკადემიურად წესით ესე არის. მაგრამ ნუ ეხა ჩვენ უარეს გზაზე მივდივართ. მაგრამ ხო ჩვენ აღარა ვართ უკვე ავტოკრატია, რეალურად ეხა აქ დემოკრატიულად რო აღარ გამოუვიდათ ხელისუფლებაში დარჩენას, სცადეს მე არისტოკრატია, ნუ არისტოკრატია ნაკლებად პოპულარული ტერმინია ხოლმე ჩვენ საზოგადოებაში, მაგრამ ხო, ნუ რამდენიმე მდიდარ ოჯახს რო ემართა ეს ქვეყანა რა. ელიტიზმის. ხო, ელიტიზმი იყო რა. მე სცადეს ავტოკრატია და რეალურად ავტოკრატიაც რომ მოერყათ, ეხა უკვე დიქტატურისკენ მივდივართ, მაგრამ ნუ დიქტატურას ზოგადად უნდა ძალიან დიდი ფინანსური რესურსი რო შეინახო, იმიტომ რომ ავტოკრატიისგან განსხვავებით ეხა ავტოკრატიაში სიტყვაზე ბიზნესი უსაფრთხოებაში დამავიწყეს ჩინეთზე მინდოდა ერთი რამე თქვა, მე არ ვარ დარწმუნებული რომ ჩინეთს მისი სტრატეგიული კულტურიდან გამომდინარე ის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობიდან გამომდინარე თუნდაც ხო? იმიტომ რომ ეხლა ჩინეთს დიდი ის არ აქვს ისტორია ასეთი ექსპანსიის თქვა. ამიტომ გაგვიჭირდება ისტორიაში რაღაცა ვეძებთ. ხო რუსეთთან მიმართებაში კარგად ვიცით. ჩვენ მით უმეტეს ასე თუ ისე რა არის რუსეთი და რას უნდა ველოდეთ მისგან. შეგვიძლია ამერიკაზეც იგივე თქვა. ჩინეთი არის ფაქტობრივად ეხლა მოbrunდა ხელმეორედ მე-15 საუკუნეში ხონდა შანსი რომ თავარი ერთ-ერთი საზღვაო ძალა გამختارიყო, თუმცა რაღაცა კონტინენტური განვითარების ვექტორია იქს მაშინ და ეხლა ბრუნდება და მას არ ახასიათებს შენს გამოსწორებაზე ზრუნვა რა. როგორიც ხარ, აი ესეთთან დამყარებს ურთიერთობას, პარტნიორობას და გავლენის გავრცობას შეეცდება. ცენტრალურ აზიაშიც იგივე ხდება. რამდენი ქვეყანა თუ ძლიერი არის, მე ყაზახეთზე მაგალითად. საერთოდ ტოპ-4-შიც არ არის იმის, რა ქვია, ინვესტორების. გასულ წელს ესე იყო რა. დასავლური კაპიტალია, მე მე-4 ადგილზე მოდის ჩინეთი. მაგრამ ისე თქვა, შენ თუ ყარად გახარ ფეხზე, ხო? ის კი შეეცდება თავისი ინტერესები გაახორციელოს. მაგრამ თავს რა ქვია, დაიცავ რაღაცა ზედმეტი გავლენებისაგან რა და არ არის პრობლემა, იმიტომ რომ სისულელია და აბსურდი არის სოფიოს ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკას და შენ არ გინდოდეს ჭიდრო ურთიერთობა, რომელიც არის მინიმუმ ბაზარი არის ძალიან დიდი, რომ ბაზარი თავიდან ხო ტექნოლოგიები, ბაზარი, რავი, კულტურულად ძალიან საინტერესო ქვეყანაა, განათლების თვალსაზრისით ძალიან ბევრი პლუსი აქვს რა, ჩინეთთან ურთიერთობებს და ეხლა მე ჯეოკეისაც კი უშუალოდ აქ ჩინეთის საელჩოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ელჩთანაც. მე მგონი პოლიტიკოსებზე უფრო ხშირად და ნორმალური ურთიერთობა რაღაცა ისა რა ქვია, აი ანალიტიკურ წრეებს უფრო გვაქვს რა. ანუ რისი თქმა უნდა, ჩვენ ისევ და ისევ, შენ თუ აქ იქნები მოყანყალებულ ფეხებზე, მაშინ ჩინეთი კი არა, ნებისმიერი სხვა გარე აქტორი შენ შეიძლება საფრთხე შემცველი გახდეს. იმიტომ რაც უფრო სუსტი ხარ, თუ კორუფცია, ძლიერი ინსტიტუტები
პარტიასთანაა შეზდილი რისი ტენდენციასაც ეხა უყურებს. რაც ერთ-ერთი ყველაზე ცუდია, რაც ეხა ხდება ჩემი აზრით, ხო? მაშინ ჩინეთი საფრთხე არის შენთვის. და რამის ნებისმიერი აქტორი, რომელიც თავის გავლენის განხორციელებას შედა ირანი არა მოვაგდოთ, ირანი თავის ინტერესების ჩვენი მეზობელი ქვეყანა არის და ნუ ასე რომ ზოგადად მე რა თქმა უნდა მივესალმებოდი, აი ხა ანაკლიაშიც ხო ვიღაცამ უნდა აშინოს ეს. თუ მაგალითად საკონტროლო პაკეტი იქნება ისე წარმოდგენილი ვაკ ჩვენი მხარე ინტერესები დაცული. ხა ევროპაში მაგალითად ხო? ძალიან ბევრ წამკომპორტებში არის ჩინეთის წარმოდგენილი. მაგაზეც აქვს პრეტენზია ტრამპს სხვათა შორის. ოღონდ როგორ არის, რამდენიმე ადგილას უბრალოდ მართვის პაკეტს არ ფლობენ. აი გადამწყვეტი ხმის უფლება დირექტორთა საბჭოში აქვს, თქვათ გერმანიას, ჰამბურგის შემთხვევაში. აი მაგ შემთხვევაში ვიტყვი რომ ჩინეთზე არის ეგეთი აზრი დომინირებს ზოგადად, რომ რამე ინვესტიციას როდებს იგივე პორტში. აქვს გამიზნული ის, რომ იმდენად დიდი ვალი გაგადოს, რომ მე ეს სპორტი თვითონ ეს არის იმაზე რა ქვია, შენს მოლაპარაკებაზე. ხო, ეს რა თქმა უნდა, უბრალოდ ძირითად შემთხვევაში ეს მან პრობლემა რა არის? აფრიკაში ესე ბევრი ფინანსური არბიტრაჟის საკითხი არის, მე რამდენადაც ვიცი, არ უნდა მეშლებოდეს თუ სწორედ მახსოვს. აი ესეთი დავები არ წყდება დასავლურ ინსტიტუციებში, აი ამ ხელშეკრულებაში, აი ეს მუხლი არის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომ მე და შენ შორის თუ ფინანსური ვალდებულების დარღვევა წარმოიშობა ჩვენ პარიზის კლუბი თუ სწორედ მახსოვს ამას კურირებს იქ არ ხდება ამ საკითხის გადაწყვეტა. აი ავტონომიურად შეება ჩვენ ორ მხარეს შორის რა. ამით არის საფრთხის შემცველი რა, იმიტომ რომ იქ რაღაცა თუ კაბალურ პირობებში აღმოჩნდეთ, მიაკითხა ვიღაცას, გარე ამ თქო არბიტრაჟს, რომ რაღაცაზე ქნა და ამ შემთხვევაში ხშირად არის რომ სახელმწიფო აქტივების ითხოვს სანაცვლოდ კონფისკაციას. კიდევ ერთხელ შენზეა რა ეს დამოკიდებული თუ ისე დაალობა, ამიტომ ჩინეთის საკითხიც ეხა კი ერთ-ერთი მთავარი აქტორი შეიძლება იყოს, რომელიც აი რაღაც ამ ბალანსში კიდე თავის იმას ერთი ვექტორი იქნება ეს ჩინეთის რა, მაგრამ აი რაღაცა ბევრ თემას შევეხი, მაგრამ მე მთავარი პრობლემა მაინც ჩვენი შიდა. ხო, ეს რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეგ არის. თორე ბუნებრივი აქ თუ ავტოკრატია იქნება, კი არა დიქტატურაც რო იყოს, შეუძლებლად კომფორტულად იქნება დასავლეთის განსხვავებით ჩინეთ. აი ამით თქვა. ეს არის ფუნდამენტური სხვაობა რა. ის არ მოვა და არ დაგიწყებს ადამიანის უფლებებზე საუბარს. მით უმეტეს ჩინეთში. მისი მოდუს ოპერანდი ეს არ არის. მთელი თავისი საგარეო პოლიტიკური განაცხადი მთავარი, რასაც ის ცდილობს სამყაროს უთხას, ხო? არის ის რომ მე შენ გღებულობ, შეიძლება ესე თარგმნო რა, მე შენ გღებულობ ისეც როგორც ხარ და ეს არის თანაბარ პარტნიორული ურთიერთობა ჩინეთია, საქართველოს, სომხეთი და ნებისმიერი სხვა. აი ესეთი ისაა და დასავლური ამერიკული მოდელი ხო აქამდე რა იყო ეს იყო ლიბერალურ დემოკრატიულ ურთიერთობებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი და გეუბნები რომ ადამიანის უფლებების დემოკრატიის პატივი ეცი ისე მოიქეცი როგორც ისე როგორც ჩვენს კლუბში არის მიღებული ხო და მიგიღებთ კლუბში ხო ეს უტრირებულად თქვა რა და თუ კიდე კლუბის წევრობა გინდა აგერ ევროკავშირია და 35 თემა ხო კანონის მოლაპარაკების გახსნის მერე რაც უნდა დააკმაყოფილო გახდე იმ კლუბის წევრი რა ეს არის ორი სხვადასხვა ცივილიზაცია მოკლედ რა კი მაგას იმას შეძებ კონფუციანიზმი და პლატონიზმი რო თქვა ძალიან უხეშად კარგი გადავიდეთ მაშინ მეორე თემაზე და შევიხოთ მოკლედ უკრაინას იმიტომ რომ უკრაინის ბედზე ჩვენი ბედიც ძალიან არის დამოკიდებული ბევრი სცენარი ხდება ხა როგორ შეიძლება დასრულდეს ომი და ამას ვერავინ არ იცი ამას წარმეთყოლებს ისიც კი არ ვიცით ტრამპის გონებაში რა ეხარშება მაგრამ ანუ დღეს სიტუაციით რა მდგომარეობა გვაქვს ფონდზე და რას უნდა ველოდოთ აი სანამ პირდაპირ უპასუხებ ამ შეკითხვას ხო ჩვენაც მოვიხილეს საერთაშორისო განმავლობა და რო ახსენე ბოლო 10 წელი რა ტენდენცია იყო ამის ფინალური აკორდი უნდა ყოფილიყო რუსეთის გადმოსახედიდან რა თქმა უნდა წარმატებული ოპერაცია უკრაინაში. ანუ ეს ნიშნავდა რომ ფაქტობრივად აი ამ ლიბერალურ საერთაშორისო წესრიგის doomsday უნდა ყოფილიყო რა, აღსასრული გარკვეულწილად. თუ ეს წარმატებით განხორციელდებოდა რა თქმა უნდა. იმიტომ რომ აი რაღაცა რუსული აი კრემლისა და პუტინის ნარატივისთვის ხო უკრაინას აქვს საკრაული მნიშვნელობა, არა მარტო ისტორიული გადმოსახედიდან, ну, წინდა დებარეობა სლავური იდენტობისთვის, ხო? უკრაინაზე გავლენის გარეშე დიდი მოსკოვი ვერასოდეს ვერ იქნება, ვერ აღდგება ვერანაირად ის ძველი დიდება, ასე ვთქვათ, იმის რა ქვია, საბჭოთა კავშირის მისტირის თუ როგორც არის თუ რუსეთს რა მნიშვნელობა? არც ერთი რუსული კონცეფცია არ არის ფაქტობრივად ქმედუნარიანი, ესეთი გეოპოლიტიკური, ასეთი იმპერიალისტური უკრაინაზე გავლენის გარეშე, ამის თქმა უნდა. ეხლა გვაქვს ის რეალობა, რაც გვაქვს. ჩემი საით თვითონ ბრძოლის ველზე საკმაოდ მძიმე იყო ბოლო თვე იმ თვალსაზრისით რომ
ძიმე რა გამოსახედინო ძალიან დიდი სისხლის პასატმა რა გარკვეული წარმატებები გქონდათ რუსებს აღმოსავლეთში ხო მათ შორის კურსკის მაგრამ საერთო ჯამში არის დაახლოებით ერთხელ დაიწერა სამეგრელო ზემოსვანეთის ტერიტორია. ხო, 0.15% თუ რაღაც. ზარმაზანის ხორპის პასუხი, ხო, ასეულათასობით ადამიანზე არის საუბარი. მაგრამ საერთო ჯამში პრობლემა რა არის, რომ ამ ომის ბედი უკვე ამვითარებით და დიდი ალბათობით ფაქტობრივად 99%-იანი შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლის ველზე არ გადაწყდება. ანუ საბრძოლო მოქმედებას აღარ ექნება ესეთი დიდი გავლენა, რომ აი რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია პოლიტიკურადაც რა. ცნობილი ფრაზა როა ომი არის პოლიტიკის გაგრძელება, ამ სხვა ხერხები. კლაუზევიჩის ცნობილი ნათქვამი. ამ შემთხვევაში ძალიან კარგად მუშაობს. რას გულისხმობ იმაში, რომ უკრაინას არ აქვს ძალა იმისი, რომ დეოკუპაცია მოხდინოს თავის ტერიტორიებზე და გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვოს რუსეთზე. რუსეთს უკვე ცალსახად არ აქვს იმის ძალები, ასევე გადამწყვეტი გავლენა გამარჯვება მოიპოვოს უკრაინას, ხო რაღაცა ის პირველადი გემები განახორციელოს ასე თუ ისე. შესაბამისად ბრძოლის ველზე ოპერატიული და ტაქტიკური სურათი არის გარკვეული პარიტეტი მეტნაკლებად. ამიტომ სად არის ხა გამოსავალი? გამოსავალი უნდა ყველა ვარიანტში მოიძებნოს დიპლომატიურ და პოლიტიკურ ველზე. ადრე თუ გვიან სხვა შემთხვევაში ესე ვერ გაგრძელდება. ვიღაცის რესურსების გამოყენების ხალხი შეიძლება ბოლო რაღაცა ეგეთ წოდებული რაღაცა ჩიხური სიტუაცია ჩამოყალიბდეს მაინც, მაგრამ აკლებს ავარვადრო რომ ჩამოიშალოს რამდენი ხანი რომ გაგრძელდეს მეც ხო. ხო, ამასაც მინიმუმ 1-2 წელაბად კიდე დაჭირდება რა, სავარაუდოდ. ამიტომ ეხლა დგას საკითხი რა როგორ იქნება მოლაპარაკება და აი ამ იმაშის კონტექსტშიც შემოდის ჩემს აი ჩინეთის საკითხი ამერიკისთვის, იმიტომ რომ ცხადია რომ თავარი ძალა ვინ შეიძლება გავლენა იქონიოს სიტუაციის დალაგებაზე არის მაინც ამერიკის შეერთებული შტატები, ხო? ევროპას თავისი რესურსები ძალიან გაუჭირდება, რაღაც სერიოზულ ზეწოლაზე საუბარი რუსეთზე. მაქსიმუმ მან თავიანთი რესურსებით უზრუნველყონ ის, რომ კიევი არ ჩამოიშალოს. ანუ უკრაინამ კიდევ რაღაცა დიდი დანაკარგები არ განიცადოს და ამ თვალსაზრისით ამერიკული დახმარების გარეშე შეიძლება ეს მიზანიც გაჭირდეს, ესეც კი რა. ამიტომ ამერიკას აქვს ძალიან მნიშვნელობა, მაგრამ ჩვენ ვისაუბრებთ, რომ თავარი მოწინააღმდეგეა ჩინეთი და ჩემისათვის ერთ რაღაცას უნდა დავაკვირდეთ. თუ ტრამპის ადმინისტრაცია და ეს სალსახად ამობე რა, იძახიან რომ ჩვენი თავარი მოწინააღმდეგეა ჩინეთი. რაც კაბინეტში შესვლამდე, ხო, ვალურ კაბინეტში მეორე დღიდან საგარეო პოლიტიკაზე ვახსენით იქ, ხო, ეს პანამა გენამდე ეს ყველაფერი მივთვლით, რომ long run, ხო, აი რაღაცა გრძელვადიან პერსპექტივაში თავარი დაპირისპირებაც იქნება ვაშინგტონსა და პეკინს შორის. ეს რას ნიშნავს? როდესაც თავარი ახლა კრიზისი არის უკრაინაში, ხო? და შენი თავარი მოწინააღმდეგე არის ჩინეთი და შენ ხარ ამერიკა, გაქვს სიტუაცია, რომ რესურსების შენი მნიშვნელოვანი წილი იხარჯება ომში, რომელიც შენ გინდა გადაამისამართოს სულ სხვაგან, აზია სამხრეთ ოკეანეთში, ჩინეთის წინააღმდეგ ზოგადად. პლუს ამას ხარჯების თვალსაზრისით და ნებისმიერი პოლიტიკური ეფორტის თვალსაზრისითაც და ასე შემდეგ. ეხა ამ ომმა რაც გამოიწვია ის, რომ რუსეთი გახდა უკიდურესად ჩამოკიდებული მიმდევრ ეკონომიკური თვალსაზრისით განსაკუთრებით ჩინეთზე რა. აი ყოფიერებაში უფრო მაგრად იგრძნობა თუ უყურებთ თვალს ადევნებთ რუსულ სხვადასხვა თემატურ ბლოგერებს რა. ანუ აი ელემენტარ ყოველდღიური ავტობაზარზე ჟარგონულად რო ვთქვათ, ეხლა ჩინეთს აწყობს ომის გაგრძელება რუსეთ-უკრაინაში. ჩინეთს აწყობს ომის გაგრძელება იმ თვალსაზრისით, რომ ეს ერთის მხრივ აიძულებს რუსეთს, რომ პოლიტიკური ნედლეულით, იაფი ნედლეულით, იაფი რესურსებით იყოს ჩინეთის პარტნიორი რა და ამიტომ აშშ ვერ მოიცლის. ეს არის ხო, ერთი რო ვერ მოიცლის და მეორე ის არის, რომ ეს არის გარკვეული ღვედი უსაფრთხოების რესურსების თვალსაზრისით ჩინეთისთვის, იმიტომ რომ ჩინეთი ძალიან ჭკვიანურად იმუშავა ენერგეტიკულ რესურსსაც რო შეხედოთ, ძალიან დივერსიფიცირებულია. რუსეთი არ არის ჩამოკიდებული. სადღაც 15-20%-ის გააჩნია რომელი რესურსია 25%-ის ის აქვს წილი მარტო ურთიერთობებს. აი ამერიკის განაყიდულს ყველასთან ვაჭრობს. რატო ვიძახი ამას? თუ ამერიკას უნდა რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩინეთი დაამარცხოს, მისთვის მაშინ თავარ ერთ-ერთი ამოცანაა და იყოს ის იზოლირებული. აი რუსეთთან ერთად ტანდემში ირანთან, ხო? ის გაცილებით რთული მოწინააღმდეგე ხდება. ამიტომ ჩინეთის ინტერესია, ამერიკის ინტერესი არის ერთ-ერთი შეიძლება იყოს ინტერესი, რომ რაღაცა საშუალო პერსპექტივაში ან ახლო პერსპექტივაში რამდენაირად რუსეთი უკან
ევროპულ გზაზე გადმოქაჩოს, იმიტომ რომ ისტორიაში რამდენჯერაც ანუ ეს ხა ძალიან არ მინდა გეოპოლიტიკურ თეორიებში შევიჭრა, მაგრამ ზოგადად ეგრე არის, აი წმინდა თეორიაში გეოპოლიტიკის, რომ ანგლო-საქსონური სამყარო, დასავლური სამყარო არის, ეს არის საზღვაო ძლიერებაზე მდგარი სამყარო რა. რამდენჯერაც მას კონტინენტური ორი დილი ბლოკი გაერთიანება დაუპირისპირდა, იმდენჯერ ყოფნა არ ყოფის საკითხი დაუდგათ, ეს ხო პირველ მსოფლიო ომში, განსაკუთრებით მეორეში, ხო? ანგლო-საქსებს? ხო, გერმანია საბჭოთა კავშირის შორის მოლაპარაკება, ინაღამ დაამხო. კონტინენტურში გულისხმება ხმელეთის იმპერიები რა, როდესაც ერთად არა, ხო, გერმანოცენტრისტულ საწესახია მაგას. წარმოიდგინე, ეხლა უბრალოდ საბჭოთა კავშირის მაგალითად არის ჩინეთი. ხო. რო ჩაანაცვლა ლოგიკაში ჩინეთ რუსეთის ტანდემი, ირანის ტანდემი, იქ გლობალური სამხრეთის რამდენიმე ქვეყანა ნეიტრალური ინდოეთი უკვე ძალიან ძლიერი ღერძია საკმაოდ. ამიტომ ერთ-ერთი ბუნებრივი ამოცანა არის ჩინეთს გამოსტაცო უკან რუსეთი, ამიტომ ეხლა რატო ყვები ამას და რატო ული გარშემო ამ საკითხს რა? იმიტომ რომ ამერიკისთვის უკრაინა გასაგებია, ეხლა ის მაგრამ თავარი მისი ეროვნული ინტერესი არის, მაინც მამოძრავებელი რა. ამიტომ არ განიხილავს ის რუსეთს უმთავრეს მოწინააღმდეგეს, განიხილავს პეკინს. ამიტომ შეიძლება მან ივაჭროს მოსკოვთან. ეს რა ვიცი, ყადაღებული 400 მილიარდამდე გაყინული აქტივები რუსული გამოიხენოს ამისთვის, რომ თუ აი ხო შეიძლება წარმოიდგინოს სცენარი, რომ ადრე თუ გან ეს პუტინი ჩამოშორდეს, ხო? ან თავისი დემოკრატი მოვიდეს? არა, დემოკრატია არ არის საუბარი, სხვა უბრალოდ. ისთან ვინც დაუბრუნდება ვაჭრობის საკითხს დასავლეთთან რა. წარმოიდგინეთ ელიტა შეიცვალა. ან ელიტა სტილი მოსკოვში, რომელიც აღარ უნდა ეს არც სანქციები, არც უსომი და არც ეს დაღებული ელცინისა და ახლა ან პუტინის პირველი პერიოდი 2008-მდე ელცინის მერე სამხედრო და მთელი პოლიტიკური ელიტა შეცვალეს მაშინ. ხო, აი წარმოიდგინე რომ ისე დაიწყოს ესეთი ვაჭრობა, სანქციები ნელ-ნელა ჩამოხსნას, ეს რას გამოიწვევს, ხო? ეს ამერიკას დასავლეთ საშუალებას მისცემს, რომ რუსეთი უკვე აღარ იყოს აი თავიდან ბოლომდე ამ რაღაცა ღერძის, რომელიც ჩვენ აქვთ ინტერესების გამტარებელი და ისევ რაღაცა ჩამოწილდეს მოკლედ პეკინის და საუკეთესო შემთხვევაში ამერიკისთვის ისევ დატოვოს. პეკინი მართლა ამ რუსეთის გარეშე ამ დაპირისპირებას ესე ჭრილში თუ შევხედათ, ჩემი აზრით გაუჭირდება პეკინის გამარჯვება მისი რესურსების და მხარდაჭერის გარეშე რა. ამიტომ ვფიქრობ ამას ყველა მხარე ხვდება. და ამიტომ ვფიქრობ რომ ამ დიდ სურათში ამერიკა შეიძლება ბოლომდე არ გაწიროს ჭყალებში რუსეთი არ მოინდომოს მისი სრული განადგურება. იგივე მიზეზითაც საბჭოთა კავშირის დაშლის მერე თქვათ ყველა ძალიან ესე წინააღმდეგი იყო რუსეთის გავლენის სფეროების ჩამოგრევის საბოლოო და თითო რუსეთში არეულობის და ასე შემდეგ რა. ანუ ეს არის წინა გეოპოლიტიკური ლოგიკა. ერთ-ერთი დიდი სცენარი ფაქტორი რაც ჩემთვის უნდა გქონდეს ხედველობაში რა. იმიტომ რომ აი ეს სამშვიდობო მოლაპარაკება უკრაინაში მე რა სახეს მიიღებს, ხო? მე ვფიქრობ ამაზე იქნება დამოკიდებული და ამერიკის ფაქტორის და ზეწოლის გარეშე ძალიან რთული იქნება აქ რამე იმაზე მოლაპარაკება. ყველაზე სავარაუდო ალბათ რაღაც აი კორეულ სცენარის გავსია, რაც გარკვეულ ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაციის გაყენვას ხო წავიკითხე რამდენიმე გან ეს კორეული სცენარი უბრალოდ მაინდა-მაინც ვერ დავალდაგე თავში როგორ შეიძლება ეგ მანდ მოხდეს. უბრალოდ ახლა სამშვიდობო ძალების ჩაყენება მე ნაკლებ სავარაუდო გონია ასეთი მე გამოჩნდეს რაღაც პარალელზე რო ჩაყენო ეგრე არა, მაგრამ მიახლოებითაც მაინც მაგას გავს, იმიტომ რომ ნუ ალტერნატივა რა არის? მაშინ უნდა მიაყაროს რესურსი ისევ ამერიკამ, ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა მიაყაროს უკრაინას. პლუს ამას ცოცხალი ძალა სჭირდება. ანუ უკრაინამ თავის მობილიზაციო საკითხი პრობლემები კარგად უნდა მოაგვაროს. რომ ასე ვთქვათ, რაღაცა დიდი სამხედრო კიდე გამარჯვებისკენ წავიდეს და ეს მე კიდე გაიწელება 1-2 წელი. სავარაუდოდ. 1-2 წელი სავარაუდოდ გაიწელება. რუსეთს ეყოფა ჯერ კიდე ფინანსური რესურსი, რომ გარკვეული ვადით რომ მან მის ეკონომიკა მიფუნქციონირებს რა. ეს მას დარტყმას აუცილებლად მიაყენებს ეკონომიკას, მაგრამ ეს უფრო შემდეგი პერსპექტივაა რა. შეუძლებელია რამდენიმე წელი ქვეყანა მომის ეკონომიკით იცხოვროს და ამან ეფექტი არ მოიტანოს. ალბათ ეს ან მეტნაკლებად პრაგმატული ხედვა, უბრალოდ რამდენად სამართლიანი აფაზია საკითხი. აი ეხლა, ნუ აი იცი როგორ პოლიტიკა არის და ისა, ეგ მაკიაველი რო გვისმენდეს ეხლა ჩვენ რასაც საუბრობთ. მიზანი ამართლებს საშუალებას. ხო, აი ზუსტად მაგ ფრაზას იტყოდა რა, იმიტომ რომ დიდი მოთამაშის ინტერესი არის გლობალური მასშტაბი. ჩვენ სხვა ვართ, ის სხვა არის. ხა შენ განაღვებს შენი ოკუპირებული ტერიტორიები აგერ შენი ყოფნა არ ყოფს და რუსეთის მეზობლობა და დემოკრატია და რაღაცა გადარჩენა საერთოდ წარმოიდგინე ძალა რომელიც პლანეტარულ მასშტაბში უყურებს თავის ინტერესებს, ხო? პანამის არხი რა არის?
პანამის არხი არის უსაფრთხოება ტრანზიტის და სავაჭრო კავშირების. ეს არის ფლოტის. ვახსენე რომ საზღვაო ძლიერებაზე დგას ბრიტანეთი იდგა, რა თქმა უნდა, საზღვაო იმპერია იყო და ჩანოცვლა ის ამერიკით, რომელიც ასევე საზღვაო ძალა იყო თავის დროზე. ეხლა მონროს დოქტრინამ გაიჟღერა რამდენჯერ თუ გახსოვს, ხო? აი ტრამპის კონტექსტში. მონროს დოქტრინა ცნობილი ამერიკული ადმირალის მეჰენის ხედვებს ეფუძნებოდა, რომელიც ზუსტად ამბობდა, რომ პლანეტაზე არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საზღვაო არე, სადაც ამერიკამ კონტროლი უნდა დაამყაროს იმისთვის, რომ მისი ინტერესები იყოს გატარებული ბოლომდე, მის ვაჭრობას, უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას და სხვა შორის ისიც ამბობდა, რომ მისი მთავარი საფრთხე იქნებოდა კონტინენტური ქვეყნების გაერთიანება, მოც მაშინ იაპონიისგან მოდიოდა ეს საფრთხე და იაპონიას ახსენებს, რომ იაპონია და გერმანია და რუსეთი გაერთიანდნენ, მაშინ შეიძლება დიდი საფრთხე შეიქმნას რა. გარკვეულწილად ახლა ისიც მტკიცდება, რომ აი ისტორიას გამეორება უყვარს, ხო? რაღაც ახალი არაფერი არ ხდება თითქოს ამ სამყაროში, მაგრამ ჩვენ კარგია რომ ეს ცოდნა გქონდეს და ამით შეიარაღებული ვიყოთ ამ გამოცდილებით, როდესაც ვაანალიზებთ რაღაც მომენტებს, იმიტომ რომ ხა წინასწარმეტყველია ეხლა ჯადოსნური ბურთი არ მიდევს არც მე არც სხვა სპორტს. ზუსტად ხედავ ვიშველიეთ ისტორიულ პარალელებს, ხო, რომ დაგვეხმაროს იგივე რაღაც საკითხებში წარმოდგენაში როგორ შეიძლება განვითარდეს. ამიტომ უკრაინაში საბოლოო საიტკენ წავა საქმე. ალბათ უფრო აი კორეულის გავსვი, ალბათ კურსკიდან გამოსვლა იქნება ერთ-ერთი უპირობო საკითხი. არ ვიცი ყინემის საკითხიც მე. ხო, შეუძლებელია, მინიმუმისაა შეუძლებელი რომ ფრონტის ამ ხაზზე გაიყინოს, იმიტომ რომ რუსეთი მაგას არ დაუშვებს კურსკის გამო. ჯერჯერობით როგორც ჩანს დიდი ის არ არის ინტერესი. ეხლა ბოლოს კელოგმა, კელოგი უკრაინაში წარმომადგენელი, ვინც გაგზავნა ესა ტრამპმა, თქვა რომ დონალდ ტრამპი მზად არისო გააორმოგოსო სანქციებიო და რაღაცა 10-დან 3 ბალიანი სამბალზეო ის. კი, ნახე მეც ეს განცხადი შევეხანდელი მდგომარეობის შეფასებაო. ამას და რეალურად ეხლა რუსეთს ეგ პრობლემა ძალიან დიდად უდგას, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ნუ ალბათ ეყოფა ეხლა 1 და 2 წელიწადი, რა თქმა უნდა, ფინანსური რესურსი, ეკონომიკა რომ ძალიან ცუდ დღეში აქვს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. კონკრეტულ გარემოებაზე მოლაპარაკება მოუწევთ, როგორ უნდა მოხდეს ეს წლის შეწყვეტა რა. შეიძლება ეხლა რაღაცა საკითხი ისეთი შემოვიდეს, რასაც ეხლა ჩვენ არ ველოდებით, მაგრამ წიაღისეულის საკითხი გააქტიურდა ბოლო პერიოდში და წიაღისეულის დიდი ნაწილი არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ხა არის აქითაც, მაგრამ არის იქით უფრო მეტი. აი, მე ხარ 2 დღის სპეციალურად ჩაუღამდი მაგას. პროფესს მაინტერესებდა რა. ნახე რაღაც სტატისტიკები, ჯამში არ მახსოვს. მოქმედი საბადოების დიდი ნაწილი აღმოსავლეთში, ან დანარჩენ უფრო აუთვისებელი ისინი რა. ხო. და ერთ-ერთი მთავარი საკითხი მანდ არის ეს ლითიუმის საბადოები, რაც ელექტრო ხო მობილების წარმოებაში და ზოგადად ახალგამტარებისთვის მნიშვნელოვანისა და სხვა მინერალები, რაც ნაწილი დასავლეთში და ის ცენტრალური მასში არის უკრაინაში კონცენტრირებული, მაგრამ როგორც ხვდები არ არის ათვისებული რა. არ დაწყებულიც არ დაწყებულიც ანუ არის სადღაც მიწაში ხა იმდინარე ომის ფონზე როგორც წარმოგიდგენია ამას. არა, ეხა შეუძლებელია. ამიტომ ეს მომავლის პერსპექტივაა. მომავლის პერსპექტივა უბრალოდ ვაჭრობს. თუმცა შეიძლება ამერიკამ მართლა გარკვეული დახმარების სამწუხაროდ მიიღოს მოდესი ვთქვათ სეილი. ხო, სეილი. ისევე როგორც გრენლანდიაში. გრენლანდიაში იგივე სიტუაცია არის. გრენლანდიაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებია, რაც აი ჩიპების წარმოებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და უკრაინაშიც არის ესე ვთქვათ სიმდიდრე მინერალები რა. ხო, უბრალოდ მაგას ვიძახდი, რომ ძალიან აღმოსავლეთით და ეს ტერიტორიების დიდი ნაწილი უკვე ოკუპირებული აქვს რუსეთს. მაშინ ვაჭრობის საგანი თუ ეგ იქცა უბრალოდ ამ ხას მინდოდა გავუყოვოდი. შეიძლება აი ეს კორეული ვარიანტი რამდენად იმუშავებს ამ შემთხვევაში, ესაა საინტერესო, იმიტომ მე არ მგონია ეგ დიდად დათმოს რუსეთმა, იმიტომ რომ ეგ მიმართულება არ დაახლოებით ლუგანსკ დონეცკის იმაზე არის რა. მათ შორის და ყველაზე გამაგრებული, ყველაზე ნაომარი და ყველაზე ისეთი ტერიტორია არის და არ მგონია მე ცოტა სკეპტიკურად უყურებ, რომ მან ლუგანსკი და დონეცკი შეიძლება არა, მაგრამ ნუ აი სიტყვაზე ისინი არ დათმოს და ზაპოროჟიე დათმოს აქეთ და იქით ის დათმოს. ხო, არა, ეგ უკვე შეიძლება მოლაპარაკებს იყო, თუმცა არც ის მგონია რუსეთი შეეცდება სახმელეთო დერიმი არის ცალსახად. სახმელეთი დავრეფნის შენარჩუნებას ყირიმთან, ამას შეეცდებიან. ალბათ კი, მაგი ყველა ვარიანტი, იმიტომ რომ ხიდის იმედად ვეღარ იქნებიან. ხო, და მარიუპოლიც ისეთი მნიშვნელოვანი საზღვაო ეკონომიკური პორტი არის, არ მგონია მაგ ტერიტორიაზე სამწუხაროდ. ხო, ეგ უკვე მომავლის პერსპექტივა, მე როგორ უყურებენ თვითონ უკრაინელებიც ამ ტერიტორიების დაბრუნებას. ამ კონტექსტში ჩვენი თემა იმით ებმის, რომ ნატოს გაფართოების საკითხიც არის მიმული უკრაინაზე, ანუ რა გარანტიას მიიღებს. მე არ ველოდები სამწუხაროდ, რომ
დაეწდებოდნენ ეტაპებში ძალიან გამიხარდება. არა უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ახლო მომავალში. ბევრად უფრო ის მგონია მე ნატოში გაწევრიანებაზე, ბევრად უფრო ქმედითი არა, რეალური მგონია, რომ სიტყვაზე რომელიმე ევროპულმა ან თუნდაც ამერიკამ სამხედრო ბაზა ჩადგას უკრაინის ტერიტორიაზე. ხო, რა ფორმას მიიღებს ახლა ბაზაც ისეთი ფრაზა არის. იქაც ვაჭრობის დროს სხვათა შორის ისიც ახსენეს, რომ შეიძლება აშშ-ს რახან ტრამპს უნდა აშშ-ს ცოცხალი ძალა გაიყვანოს ევროპიდან, უკრაინას შეუძლია ეს დააბალანსოს მისი რაღაც 800,000 ითქვა, ზელენსკის მიერ 800,000-იანი კაციანი არმიით. ხო, რასაც დიდი რესურსი ჭირდება. კი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი რესურსი სჭირდება და შეიძლება ესეც გახდეს ვაჭრობისაგან, ეგ ძალიან უკვე ისე გამოდის, რომ ხო, დაველოდოთ რა, იმიტომ რომ ამდენიმე ვარიანტი არის და გამოჩნდება. მოკლედ, მადლობა გიორგი, რომ ესტუმრე. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. დაგემშვიდობებით, მეგობრებო და ვეცდებით, რომ ძალიან მალე კიდევ დაგიბრუნდეთ.